კანდიდატის სტატუსიდან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპამდე. ამ გზის გასავლელად უკრაინასა და მოლდოვას 3 წელი დასჭირდათ. კიევისა და კიშინაუსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლუქსემბურგში გადაიდგა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ბლოკის წევრი 27 ქვეყნის დიპლომატები შეიკრიბნენ. მათ შორის არის უნგრეთის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელიც. წინამორბედისგან განსხვავებით, ანიტა ორბანს უკრაინის ევრობლოკში გაწევრებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია არ აქვს და აცხადებს, რომ ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის აქამდე დაბლოკილი გზა ხსნილია. უნგრელებმა აპრილში ხმა მისცეს და გამოაცხადეს, რომ უნგრეთის ადგილია ევროპის შუაგულში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათი წინ წაძავის საუკეთესო საშუალებაა ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობა, არსებული გაერთიანებების მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში. პატივი მაქვს ვიდგე აქ მილიონობით უნგრელის სახელით და გამოვაცხადოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი თავის შესახებ. უკრაინასთან რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლებელი გახდა მიგვეღწია ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ შეთანხმებებს. კერძოდ იმ უნგრელების, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ და რაც ეხება განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და კულტურის სფეროებს. უნგრეთისთვის ამ შეთანხმების შესრულება და სისრულეში მოყვანა არის უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის საფუძველი. მონტენეგრო რჩება ლიდერად და ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანელების ევროკავშირში გაწევრებას. მონტენეგროს წინსვლა გვაჩვენებს, რომ საქმისადმი ერთგულება და რეფორმების გატარება დაფასდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს შთამაგონებელი გახდება მთლიანი რეგიონისთვის. მხარს ვუჭერთ მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესსაც, ამიტომ უზომოდ მოხარული ვარ გამოვაცხადო. აქ ახალი უნგრეთია. უნგრეთი კვლავ არის საერთო ევროპული მომავლის ერთგული. Hungary returning with a new commitment to the common European future. ევროკავშირში გაწევრებას უკრაინა უყურებს როგორც მოსკოვისგან მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიას და სტაბილურ განვითარებულ მომავალს მას შემდეგ, რაც შეძლებს რუსული აგრესიის დამარცხებას. კიევსა და კიშინაუსთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბრიუსელისთვისაც, რადგან კრემლი სულ ახლო წარსულში ორივეს საკუთარ ორბიტაზე მოქცევას ცდილობდა. დღევანდელი დღე ნამდვილად გახდება, ან უკვე იქცა გაფართოების პროცესისთვის მეგა დღედ, ან მეგა ორშაბათად. პირველ რიგში ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგეთ უკრაინისა და მოლდოვისთვის, მას შემდეგ, რაც მათ 2023 წელს მიიღეს კანდიდატის სტატუსი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ შევძლებთ ორივე ქვეყნისთვის მოლაპარაკებების კლასტერის გახსნას. რატომ? იმიტომ, რომ მათ შეასრულეს ვალდებულებები და ჩვენი მხრიდანაც დადგა პასუხის დრო. თუ კი მათ შეასრულეს ვალდებულებები, ჩვენც უნდა შევასრულოთ. კარგი ამბავი ისაა, რომ ვფიქრობ დანარჩენ 5 კლასტერსაც გავხსნით ივლისში. უდავოა, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი საკმაოდ გაჭიანურდა, რადგან ის უნგრეთის ვეტოთი იყო დაბლოკილი, რომელიც ახლახან მოიხსნა. როდესაც უნგრელმა ხალხმა არჩევანი ევროპისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთა და არა იმ ვარიანტის, რომელიც მანამდე იყო შეთავაზებული. მხარს ვუჭერთ უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც ამ რთულ სამუშაოს ატარებს. ყველა მიცის ძალიან რთულია ევროკავშირში გაწევრებისთვის მომზადება, რადგან ეს დამსახურებაზეა დაფუძნებული, ანუ გარკვეული სტანდარტების მიღწევაზე. საქმე მხოლოდ ეკონომიკურ და სოციალურ უკანდახევაში არ არის, როგორც ზოგჯერ გგონია. საქმე ამ წესების, განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობის სიღრმისეულად შეცვლაშია, რათა ისინი ევროპულ მაჩვენებლებს შეესაბამებოდეს. დემოკრატიას, თავისუფლების იდეალს, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად არსებობს. ივნისის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს არაფერი აქვს საწინააღმდეგო უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, თუმცა დასძინა, რომ შეშფოთებულია სამხედრო კონფლიქტში ევრობლოკის ამჟამინდელი პოზიციით. ეს კი იმის გათვალისწინებით, როცა ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებშიც გახშირდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეფრენა და მათდამი აქტიური მუხარა. 2014 წლიდან მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური და სამხედრო აგრესია გარკვეულწილად ახსნა უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვითაც.